ქართველი ხალხის მეგობარმა აქტმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში პირველი მოსმენა წარმატებით გაიარა. დარბაზში არ ყოფილა არც ერთი სენატორი, რომელმაც აღნიშნულ კანონპროექტს და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სანქცირების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ეს მხარდაჭერა სენატორებმა სხდომის დასრულების შემდეგაც დაადასტურეს ინტერვიუებში, სადაც ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ავტოკრატიისკენ სვლას ამერიკის შეერთებული შტატები არ აპატიებს. ახლა როგორია პროცედურა მეგობარი აქტისა? მეგობარი აქტმა პირველი წარმატება გაიარა, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით თითქმის 100%-ით მეგობარი აქტი აუცილებლად დამტკიცდება კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე, თუმცა მეგობარი აქტმა იქამდე რამდენიმე პროცედურა უნდა გაიაროს. პირველ რიგში მეგობარი აქტის სხვა ვერსია უნდა განიხილოს წარმომადგენლობითმა პალატამ, კონგრესის ქვედა პალატამ, სადაც ის აუცილებლად დამტკიცდება. შემდეგ კი უკვე აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც არის ძალიან მკაცრი, რამდენიმე კომიტეტს გადაეცემა განსახილულად, საგარეო საქმეთა კომიტეტის გარდა თავდაცვის კომიტეტსა და სამხედრო კომიტეტსაც გადაეცემა განსახილულად, რის შემდეგაც უკვე კომიტეტების გავლის შემდეგ ერთიანმა კონგრესმა უნდა უყაროს კენჭი მეგობარი აქტს და იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტი სრული მხარდაჭერით სარგებლობს, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს როგორც ტრამპის რესპუბლიკელებისგან, ასევე დემოკრატიული პარტიისგან, ეს კანონპროექტი აუცილებლად დამტკიცდება და ძალაში შევა. ეს არის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სანქცირებისა, რადგან კანონპროექტი, რომელიც გუშინ პირველი მოსმენით დამტკიცეს სენატორებმა, არის დასტური იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ შეეგუება ადამიანის უფლებების დარღვევას, დემონსტრანტების დაკავებას და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროატლანტიკური გზის ჩაკეტვას ქართველი ხალხისთვის და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას. სენატორებთან პირველი კომენტარები ამერიკის ხმის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჩაწერა და ჩვენ მოგასმენინებთ ახლა სენატორ შაჰინის პირველ განცხადებას, რომელიც არის მეგობარი აქტის თან სპონსორი და რომლის დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია წარმატება მეგობარი აქტმა. სენატორი შაჰინი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აუცილებლად იქნება დამატებითი ზომები დემოკრატიულ უკუსლაზე და აღნიშნულ კანონპროექტში ყველა ის მთავარი და ძირითადი მოთხოვნა არის გაწერილი, რომელიც შემდეგ უკვე ტრამპის ადმინისტრაციამ რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაატაროს. ჩვენ დავამტკიცეთ მეგობარი აქტი. ეს არის მკაფიო მესიჯი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, რომ შეინარჩუნონ დემოკრატიული მომავალი. მთავრობა არსემს პატივს კონსტიტუციას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენ სამ გადაწყვეტილებაში ხალხი დაინახავს პოზიტიურ სიგნალს და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ. რას ამბობს რეზოლუცია დაკავებების, ჯარიმებისა და იმ კანონმდებლობების შესახებ, რომელიც მედიის წინააღმდეგაა მიმართული, არის თუ არა ეს მეგობარი აქტის შემადგენელი ნაწილი? ეს გულისხმობს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას და მასაც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა. ქართულ ხალხს წარმატებას ვუსურვებ. ვიცი, რომ დემოკრატია აქ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თქვენ გყავთ ძალიან რთული მეზობელი. ვეცდები გავაკეთო მეტი, რათა მხარი დაუჭირო დემოკრატიის განვითარებას. რაც შეეხება მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობის მცდელობას, როგორია თქვენი პოზიცია? ჩვენ გვჭირდება მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებმა გამოხატონ თავისი აზრი. ჩვენ თავისუფლებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. მე ვაფასებ სენატორ შაჰინისა და სენატორ რიშის ორპარტიულ ძალისხმევას, რომ დაიცვან დემოკრატია საქართველოში, რომელიც გრძელდება წნეხის მექანიზმებით. მეც დაუჭირე ამ დოკუმენტს მხარი. ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ღია შესაძლებლობას თავადვე განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. სენატორები ყველა პარტიიდან. რა მესიჯს გაუგზავნიდით საქართველოს მთავრობას? ყველა ამ ქვეყანაში ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას საქართველოში. რაც შეეხება მთავრობას, მათ უნდა იცოდნენ, რომ რესპუბლიკელების და დემოკრატებიც აკვირდებიან მათ ყველა ნაბიჯს, რომელიც მიმართულია მედიაზე ზეწოლისთვის, რეპრესიებისთვის, ავტორიტარიზმისკენ სვლას, ექნება ამერიკის მკაფიო რეაქცია.
მეგობარი აქტის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. ამ დროის მონაცემებით 20 მეტი სენატორი უჭერს მხარს, თუმცა საკომიტეტო განხილვების დროს ეს რიცხვი რა თქმა უნდა გაიზრდება, რადგან ორივე პარტია შეერთებულ შტატებში თანხმდება, რომ ივანიშვილის რეჟიმი დგამს ანტიდასავლურ ნაბიჯებს და ანგრევს საქართველოს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში მომავალს და ეს წერია იმ დოკუმენტში, რომელიც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის პირველ სხდომაზე დამტკიცდა. რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტს, რა არის კანონპროექტის მთავარი მოთხოვნა მეგობარი აქტისა? ეს არის არა მხოლოდ სანქციები რეჟიმის წარმომადგენლებისთვის, ვინც კორუფციაშია ჩართული, ვინც ასე ვთქვათ, ანგრევს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, ასევე აქ არის მოთხოვნა თავისუფალ ახალ სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების თქმით სერიოზული დარღვევებით ჩატარდა და გაყალბდა და ამ დოკუმენტით მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ გამოაკვიან ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც უშუალოდ ამ გადაცდომებშია მხილებული და ისინი მისცენ პასუხისგებაში. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არის საკმაოდ ბევრი ჩანაწერი, რომ რეჟიმმა უნდა გაათავისუფლოს მიმდინარე აქციების დროს დაკავებული ყველა პოლიტიკური პატიმარი და სასამართლო მათ ყველა ბრალდება უნდა მოუხსნას და ასევე ვცლად არის საუბარი რუსეთის და ჩინეთის გავლენებზე საქართველოში და სენატორები ავალდებულებენ ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვას და ასევე სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ მოამზადონ სპეციალური ანგარიში, რომელიც დაადგენს ივანიშვილის რეჟიმის მჭიდრო კავშირებს როგორც რუსეთთან და ჩინეთთან და ასევე რუსეთის და ჩინეთის მზარდ გავლენებს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ანგარიში აუცილებლად უნდა მომზადდეს იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა კანონპროექტი დამტკიცდება და დიდი ალბათობით ასეც მოხდება.